ერენი ხოშტარია დაკავებულია სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლთან აიყვანეს. მას გამოძება ქართული ოცნების არჩევნო ბანერების დაზიანებასა დავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხდარზე საქმე აქვს აღზრული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძებაში ვკითხულობთ, რომ ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. გამოძება პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ერენი ხოშტარია შინაგან საქმეთა სამინისტროდან და დააკავეს ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუშებიაში. ზუსტად არ არის დადასტურებული, მაგრამ ვარაუდობ თუ ესე, მაგრამ რაც ზუსტად ვიცით არის, რომ დააკავეს და ბრალი წარუდგინეს იმ მუხლით, რაც გუშინ დაწერა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლით, რაც არის რა თქმა უნდა აბსურდი პოლიტიკურად, მაგრამ რეალობა ეგ არის. ეხლა ფაქტობრივი რომ დააკავეს და ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის წესის. აქეთა მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ მარკერით და იქით არიან ადამიანები, რომლებიც ქალებს უტყავენ და მერე გენიტალიების ჟესტიკულაციით არიან დაკავებული საარჩევნო შტაბთან. ამიტომ ზოგი როგორ გამოხატავს პროტესტს და ზოგი როგორ. შევაფასოთ ეს რომელი უფრო ძაბავს ვითარებას. ქალისცემა თუ მარკერით წარწერის გაკეთება. მანიფესტაცია და პროტესტი ითვალისწინებს მათ შორის აი ესეთ გადაწყვეტილებებს. პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურ დაკვეთებს დაქვემდებარებული უწყებები. საუბარი იმაზე, რომ მარკერით თუ ფლომასტერით თუ ფანქრით წარწერის გაკეთება, რომელსაც 2 წუთში შლის შემდეგ კალაძის მოსამსახურეები, არის სამარცხნინო, რომ სისხლის სამართლის საქმეზე საუბრობ დღეს ბიზნა ივანიშვილი. ყველა მსგავსი ქმედება ივანიშვილის მხრიდან არის პოლიტიკური დევნა საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების, რაც რა თქმა უნდა მას არ შერჩება და ყველა იმ შემსრულებელს მინდა უთხრა, რომ დაუჯელი არავინ არ დარჩება. რა თქმა უნდა პროვოკაცია. როგორ შეიძლება ახლა პროტესტი იყოს, გაგანია რუსეთის მიერ დაფინანსებული ქალი დადის და პლაკატებზე და ბანერებზე აწერს სიტყვა რუსულს. ასე რომ ვინც გინდა რაც გინდა დააწეროს რუსული, მაგრამ ხოშტარია მარა რა, ცოტა ხერხული და სასაცილო. ყველმან ხულიგნობაში არის გადასული ხოშტარია და საერთოდ მისი გუნდი. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ მათ მსხვილი რაიმე პოზიტიურზე ხო საერთოდ არაფერი არ არის სათქმელი, არაფრის გაკეთება არ შეუძლია და ესე რაღაცა მავნებლობენ. რაც შეეხება 4 ოქტომბერს, აგერ განვლილ 13 სექტემბერს, ერთი რამე არის, რომ საქართველოში ფერადი რევოლუციების სერიალი დასრულებისკენ მიდის და ალბათ 4 ოქტომბერი ბოლო სერია იქნება ამის. კვლავ შეფასებების თემა 4 ოქტომბერს დაანონსებული აქცია. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ პროტესტი მასშტაბური იქნება, რომელშიც 100,000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და სწორედ ამ დღეს აუცილებლად მოხდება რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლის რესურსი არ გააჩნია და იმ შემთხვევაში თუ შეკრება მშვიდობიან ფორმას გასცდება, ხელისუფლება კანონის მიხედვით იმოქმედებს. ჩვენი მიზანია, რომ 100,000 ჩვენი თანამოქალაქე შეიკრიბოს რუსთაველის განზირზე. რაც შეეხება დამატებით გეგმასა და დეტალებს, ამ გეგმის და დეტალების ლოკაციების, აქციაზე დღის წესრიგი როგორი იქნება, ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას გაგვაცნობს როგორც თავად აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა რუსთაველის გამზირი, ისე და თავად მიუხედავად იმისა, რომ ის არის საპატიმრო დაწესებულებაში, ლევან ხაბეიშვილიც 4 ოქტომბრამდე მნიშვნელოვან დეტალებს აქციის შინაარსთან, აქციის ლოკაციებთან, აქციის დღის წესრიგთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი 4 ოქტომბრამდე ბუნებრივია გახდება ცნობილი. კოალიცია ძლიერი საქართველო ლელო არის წარმოდგენილი კონკრეტული გეგმით, რაც ეხება ყველა ბრძოლის ველზე წინააღმდეგობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან. ეს არის მათ შორის არჩევნებზე ბრძოლა და მათ შორის საპროტესტო აქციების ბრძოლა. ჩვენი გზავნილი არის მოქალაქეებისადმი. დილით და დღისით წავიდეთ არჩევნებზე და საღამოს ვიდგეთ რუსთაველზე და ისევ დავიცვათ ჩვენი უფლებები. ეს ორი გზა არათუ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, პირიქით აძლიერებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, ასუსტებს ივანიშვილის და რუსულ რეჟიმს, როცა მიდიხარ ხარს უჭერ პროდასავლურ ოპოზიციას და შემდეგ მიდიხარ რუსთაველის გამზირზე. თბილისმა უნდა გამოიყენოს ეს შანსი
მათ შორის რაოდენობრივი უპირატესობა უნდა აჩვენოს საარჩევნო უბნებზე და მათ შორის რაოდენობრივი და მორალური უპირატესობა უნდა აჩვენოს რუსთაველის გამზირზე. 4 ოქტომბერს რაც შეეხება, ეს არის რა თქმა უნდა ჩვენი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ცვლილება უნდა დაიწყოს თვითმმართველობის არჩევნებით. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვაღიარებთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით ცვლილებას, რომელიც არის არჩევნები, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი რადიკალური განცხადება, ნებისმიერი რადიკალური გადაწყვეტილება და სცენარის განვითარება ჩვენს ქვეყანაში აძლიერებს მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმს და შესაბამისად ეს ყველაფერი აწყობს ჩვენს ოკუპანტს რუსეთის ფედერაციას. ცხადია უსამშობლო ოპოზიცია ვერანაირად ვერ შეძლებს რაიმე ფორმით ისეთი ხელშესახები პროტესტის შეკრებას, რომელსაც რაიმე საშუალება გააჩნია არსებითად იმოქმედოს პოლიტიკურ პროცესებზე. ეს არის, რა თქმა უნდა, ტყუილი, საზოგადოება მათ მხარს არ უჭერს. ეს ერთი მოცემულობა. მეორე მოცემულობა, ყველას ვინც ხელი წაუწდება და კანონის გვერდისავლით შეეცდება რაღაცა პირადი პარტიული მიზნების მიღწევას, ბუნებრივია, რომ კანონის და სახელმწიფოს მხრიდან იქნება ადეკვატურად პასუხგამსებობა. არანაირი რესურსი იმის არის ძალადობით შეცვალა ხელისუფლება საქართველოში ამ რადიკალებს არ აქვთ. და რა თქმა უნდა ისინი შეეცდებიან თავის პატრონებს დაანახონ, რომ სიტყვილათა როხტიან მათ ფულს რაღაცა მოქმედებებს ჩაიდენენ, მაგრამ რა თქმა უნდა სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ. დამხობაც ეძახიან არ ამშვიდობიან, დამხობაც ეძახიან თუ ცეცხლსასროლი იარაღი იქნება გამოყენებული. თუ ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებული არ იქნება, მათ გონიათ რომ ეს დანარჩენი ყველაფერი მშვიდობიანია. კანონი ამას ასე არ უყურებს. გამშვიდობიან დემონსტრაციაზე არის საუბარი, ყველამ უყურებთ, ხო? როდესაც მოლოტოვის კოქტეილებს ესვლიან პოლიციელებს, ვაშხალებს ესვლიან პოლიციელებს, ცეცხლს აჩენენ პარლამენტის შენობაში. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანი მოქმედება არის, კანონი მათ უპასუხებს. ეხლავე ვეუბნები. ეს ყველა რაც მე ჩამოთვალე არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება და ყველა ვინც ამას განახორციელებს დაიშება აუცილებლად. ეუთოდილის უარსფით მმართველობის არჩევნებზე დასწრებასთან დაკავშირებით და სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას ჩეხეთში მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტად აფასებენ. მათი მტკიცებით მიწვევის გაგზავნა დაახლოებით ერთ პერიოდში მოხდა. ოპოზიციის ნაწილი კი საქართველოსა და ჩეხეთის განსხვავებულ მდგომარეობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ ამ ქვეყანაში მისიის გასაგზავნად მომზადებას განსხვავებული დრო სჭირდება. შეგახსენებთ, რომ თბილისიდან ეუთოდილს მოწვევა 6 ოქტომბერს გაეგზავნა, რაზეც უარი მიიღო. ჯერა ეუთოდილის მიერ გამოქვეყნებული შესაძლო მიზეზების, რაც მათ აქვს დასახელებული და ამაში ის შეტანის საფუძველი არავის არ აქვს. როდესაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოზე გვაქვს საუბარი და როდესაც გვაქვს სახელმწიფოზე საქართველოს სახით საუბარი, სადაც ხელისუფლება მიტაცებული აქვს ერთ ოლიგარქს და არჩევნებს მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად უწოდებს და სინამდვილეში რუსულ სპეცოპერაციას ატარებს, არსებითად განსხვავდება ეს ორი მაგალითი ერთმანეთისგან. ეუთოდილი წყვეტს თვითონ საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე უღირს თუ არ უღირს მას იმ ქვეყანაში წავსვა, რომელ ქვეყანაშიც ეპატიჟებდა ჩეხეთსა და საქართველოს შორის დემოკრატიის ხარისხით, სამართალდამცავი უწყებების მუშაობის ხარისხით, სასამართლო ხელისუფლების მუშაობის ხარისხით არის ძალიან დიდი განსხვავებები. ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცოდა ერთი თვით ადრე, როდესაც ეპატიჟებდა ეუთოდილს, რომ ეუთოდილი ვერ შეძლებდა ესეთ მცირე დროში ამ მისიაში ჩავმა. სპეციალურად დაიგვიანეს მიმართვა ეუთოდილისთვის, რომ მათ ვერ შეძლებოდათ შესაბამისი დაორგანიზება, შესაბამისი პროცესის გავლა, რომ ჩამოსულიყვნენ განკურნებლებად. ავტორიტარულ რეჟიმს, როგორცაც წარმოადგენს ქართული ოცნება, ამ ტიპის არჩევნებზე დაკვირვებას სჭირდება სრულიად განსხვავებული მომზადება, იმიტომ რომ აქ არის დევნა, აქ არის პოლიციური რეჟიმი, აქ არის რეპრესიული სახელმწიფო მანქანა, რომელიც დევნის მოქალაქეებს და დროულად რომ გაეგზავნა სანამ დროს წელავდა ირაკლი კობახიძე, დღეს ეუთოდილის სადამკვირვებლო მისია საქართველოში იქნება. როდესაც პრაქტიკულად ერთსა და იმავე ფორმატში, მაგალითად ჩეხეთის რესპუბლიკაში ისინი თანხმდებიან ჩასვლას, იქ ზუსტად იგივე ვადებია 2-3 დღის გამოკლებით, რაც არის საქართველოში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და თანხმდება ჩეხეთთან მიმართებით ეუთოდილი, ხო უარს ამბობს იგივე პირობებში, იგივე ვადებში, პრაქტიკულად იგივე ამოცანის გადასაწყვეტად, რომ საქართველოში ჩამოვიდეს, ბუნებრივია ეს პირდაპირ ცალსახად მიუთითებს
ამტკიცებს იმას, რომ აქ ორმაგი სტანდარტი არის გამოკვეთილი სიმართლის თემაზე პრაქტიკულად თქვენს უარი და გაექცნენ იმ მოცემულობას, სადაც ქვია არჩევნებზე დაკვირვება, იმიტომ რომ განსაკუთრება გამოცდილება ასე უკარნახა. ეს არის ის სივრცე, სადაც ჩვენ პინათელი ვართ და ამიტომ არავის ურჩევთ ამ სფეროში შემოყოლას და ამ რაღაც სხვადასხვა ტიპის არგუმენტებით მსჯელობას. ფაქტი ერთად ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ EUTOS თუ აქვს ამისი სურვილი და რაც თავარია ქვეყანაში თუ არის ამის საჭიროება, უამრავი მაგალითი არსებობს წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც EUTOM კიდევ ერთხელ სწორედ ამ საჭიროებებიდან გამომდინარე შეზღუდულ ვადებში მოახერხა რომელიმე არჩევნებზე ჩასვლა და მონაწილეობა და დაკვირვება. ამიტომ გქონდა ჩვენ მოსაზრება, რომ რეალური მიზეზი იყო არა ვადა, არა რაღაც დროის მითითება, არამედ ის შესაძლოა ზეწოლა, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა EUTOS წარმომადგენლებზე. ასაფეთქებელი ნივთიერების ჰექსოგენის საქართველოში შემოტანის სკანდალური საქმეები ჩართული უკრაინის მაღალჩინოსნები და კვალი ოპოზიციასთან. ნაცნობი სცენარი არჩევნებამდე. ჰექსოგენამდე იყო იმავე ხელწერით დაგეგმილი მოქმედებები. არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა 2020 წელს და გივი თარგამაძის საფეთქების მცდელობა 2016 წელს. ეს არის აბსოლუტურად მორიგი პროპაგანდისტული საქმე, ესეთი განცხადების პროკურატურის თუ სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გაკეთებული ჩანაწერის თუ შესაბამისი რაღაცა ჩვენებაზე აპელირების ნულოვანი სანდოობაა. თუ შევხედავთ ვინ არიან გარკვეულ მაღალ თანამდებობებზე უკრაინაში წარმოდგენილი, შემთხვევით ის პირები ხო არ არიან აქ, რომლებიც ხალხს აწამებდნენ ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე. თუ კი რაიმე უბედურება ხდებოდა, რა თქმა უნდა, მათი ჩართულობით არ უნდა გაგუკვირდეს. ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ, დაველოდოთ კიდევ საგამოძიებო უწყებებს, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრევენციული ღონისძიების განხორციელება და მადლობა შესაბამის უწყებას. აშკარად არის ძალიან დიდი ინტერესი იმისა, რომ ქვეყანაში იყოს სერიოზული დაპირისპირება. ქვეყანაში იყოს სერიოზული არეულობა, რომ შემდგომ აი მღრიე წყლით ისარგებლონ ზოგიერთებმა აუცილებელია რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გავიდეს აბსოლუტურად ყველა დეტალზე. საიდან იყო ეს შეკვეთა, ვინ ვის უნდა განახორციელებინა ეს სიცხლისღვრა, რათა საზოგადოებამ იცოდეს ძალიან კარგად ის სახელიგვარები და ის ჯგუფები, რომლებიც დგანან მსგავსი ტიპის დაპირისპირების და შფოთის ინტერესების უკან. მთავარი მიზანი არის რომ საქართველოს ჩაითრიონ რუსეთთან სამხედრო ავანტურაში და გაიხსნას აქ მეორე ფრონტი. ამას სხვა მეთოდოლოგიით ცდილობენ რომ მიაღწიონ. იმ ფარგლებში რაც სუსმა განაცხადა, ბოლომდე ალბათ ჯერ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ და განმარტებას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ჩემთვის გასაკვირი არაფერი არ არის. მათი ოფიციალური პირები ხმამაღლა აცხადებდნენ იმ დიდ სურვილს, რომ საქართველო ამ ომში ჩართულიყო. გორბის კვლევის შედეგები მართლ გუნდს კიდევ ერთხელ არწმუნებს იმაში, რომ ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია. ქართულ ოცნებას და კახა ყალაძეს კი თვითმმართველობის არჩევნებზე კონკურენტი პრაქტიკულად არ ყავთ. ის უყურებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ის რომ გორბის კვლევებში ჩვენი პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ბუნებრივად სასიამოვნო ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ ჩვენ კონკურენტებს როგორც მინიმუმ და გახარიას ვაჯობოთ. იმიტომ რომ თუ გავიცვალოთ რა მოხდა აგვისტოს შუარიცხვებიდან მოყოლებული, გახარიას რაღაც ფაქტორი გაქცევა, ალამინჩის შესვლა, რაღაც ვარუღრაზოვნება, ლელოს ციხიდან გამოსვლა თვითონ თავის თავს როქვეს რო გავბაზდითო. კვლევა არ ჭირდება, ყოველდღიურად მაქვს შეხვედრა მოსახლეობასთან და ვგრძნობ იმ ხარდაჭერას, იმ თანადგომას, რაც ქართულ ოცნებას აქვს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ერთადერთი ძალა ვართ ქვეყანაში, ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, ვინც იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესს და ქართველი ხალხის მომავალს. შესაბამისად, ხალხი ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, თუ როგორ იმართება ეს შიდა აგენტურა გარე ძალებისგან, ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ასეთ პოლიტიკურ ძალებს ან პოლიტიკოსებს, რა თქმა უნდა, მომავალი არ და ვერ ექნება ამ ქვეყანაში. ხალხი ხედავს, რომ ერთადერთი ძალა ვართ რეალურად, მიუხედავად იმ შემოტევებისა, ზესოლებისა, შეურაცხყოფებისა, ცილისწამებისა, უსამართლო დამოკიდებულებისა, ვინც ინარჩუნებს ქვეყანაში მშვიდობას და ახდენს ეკონომიკურ განვითარებას. ყველა ისედაც ხედავს, რომ ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში
საზოგადოების განწყობა მათ მიმართ არის უმძიმესი. რა თქმა უნდა, ეს აისახება სოციოლოგიური კვლევის შედეგებში. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა 64-ზე 64 მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, დამაჯერებლად მოგება და რაც შეეხება დედაქალაქს, აქ გვაქვს ძალიან კონკრეტული მიზანი. ეს არის ის, რომ პირველ ტურში დიდი უპირატესობით უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები. როგორც ხედავთ, კვლევების თანახმად ჩვენ არათუ ახლოს ვართ ამ მიზანთან პრაქტიკულად გარდაუვალია ამ მიზნის გასაკეთებლად. კვლევების გარეშე ჩვენ შევხედოთ სხვა ნაწილს, ხომ? დღეს უკვე დასრულდა რეგისტრაცია, მათ შორის კომისიებში დასახელება წევრების და ასე შემდეგ. ვნახეთ, რომ გახარია ლელოს ტანდემმა ვერ შეძლო კომისიებში 1600 წევრის მოძიება ვერ შეძლო დაესახელებინა. 28 ქალაქში კანდიდატი არ ყავთ და 430 მაჟორიტარი ვერ დაასახელეს ქვეყნის მასშტაბით. რეიტინგებშიც ეს ყველაფერი არის ასახული. ხალხი ამას ხედავს, რომ არის მცირე ექსტრემისტების ჯგუფი, რომლებიც ღამე დაიარებიან და ძალადობენ და იმიტომაც ძალადობენ, რომ ისინი თავად ხვდებიან, რომ ცოტანი არიან და ექსტრემისტები რომ არიან. ასე რომ ეს ყველაფერი აისახება რეიტინგებშიც. მელიქიშვილის გამზირზე 8-9 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამ დაკავებულს პროკურატურა ბრალს სავარაუდო დღეს წარუდგენს. ამის შემდეგ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს. სპეცი ქონების დაზიანება 150 არისები პირებულების თუ არის შესაბამისი ნივთი არის სისხლისამართლის დანაშაული ჩვენ არ მოგვიგონია 35 წელი ასე დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაიცავდეს გუშინ დაკავებული იქნა 3 პირი აქედან ერთი პირი არის ნაცი აქტივისტი ტიტუშკა რომელმაც დააზიანა 3 ვაკო აქედან 2 არის ჩვენი ორგანიზაციის პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ სამართალი ყოველას მიმართ უნდა მოქმედებდეს, რა თქმა უნდა, თანაბრად. არიან მორდული ძალები, მორდული ტელევიზიები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შტაბი მივიდა ნაც ტიტუშკებთან. სინამდვილეში რა მოხდა? თქვენი ტიტუშკები, ნაცი ტიტუშკები, ნაციურები მივიდნენ ჩვენს არჩევნო შტაბთან, იგინებოდნენ, ბილდს სიტყვაობდნენ, უბინძურესი სიტყვებით საუბრობდნენ, ქალიან კაციან. ესენი იყვნენ დაკომპლექსებული ადამიანები, მოკაცო ქალები და მოქალო კაცები, ამ კომპლექსებს ანთხოვდნენ ამ ბილდსიტყვაობით. ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილდსიტყვაობდეს, ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა არის დასაგმები ეს ერთი და მეორე, აი ამაზე მინდა გიპასუხოთ, გუშინ დაკავებული იქნა შესაბამისი პირი, რომელმაც ქალზე იძალადა. ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქალზე იყო ფიზიკური შეხება და ეს ადამიანი არის დაკავებული. ამიტომ არა მარტო გმობთ, არამედ ზომებსაც იღებს ხელისუფლება. პროვოკაციებს აქვს ერთი მარტივი მიზეზი, რამენაირად დაბრკოლებები შეუქმნან ქვეყნის განვითარებას, ვერ აღერსებიან ამას. ხედავთ, რომ ყველაფერი ვითარდება, ეკონომიკაც ვითარდება, ქვეყანა ვითარდება, ჩვენი ქალაქი ვითარდება, სოფლები ვითარდება, ყველაფერი ვითარდება, რა თქმა უნდა, ისინი თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწევენ. კანონი ახლა ყველა წინაშე ერთნაირად მუშაობს, ხო? ძალიან გულდასაწყვეტია, არავის დაჭერა არ მიხარია, სამწუხაროა და ყველამ, რა ვიცი, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ ზოგადად ასეთი ფაქტებისგან. ძალადობა ცუდია. პატივი უნდა ვსეთ ყველამ კანონს. არ არის საჭირო მივარდნები, შტაბი ხო არ მივარდნილა კაცო იმ ადამიანთან, შტაბს თვითონ ხო არ დაუზიანებია ეს ყველაფერი, ხო? არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. შეიძლება ვიღაცას აქ პროტესტი გააპროტესტო, მაგრამ ეს თუ არ ვინმე თუ არ გიშლის პროტესტს, მაგრამ კანონი თუ არსებობს, კანონის ფარგლებში უნდა იყოს ყველაფერი.